იცით თქვენ რომ საქართველოს ბანდა ხელისუფლებამ განაცხადა, კერძოდ სუსად წოდებულმა კანტორამ, რომელსაც ბანდიტი მამუკა მდინარაძე ხელმძღვანელობს, რომელიც თავის მხრივ ბრიფინგზე არ გამოსულა თავისი პაჟი გამოუშვა თუ გამოიყვანა ბრიფინგზე, რომელსაც ეგრამაგის პასუხია და გარკვეულ შემთხვევებში ჩემი დაკვირვებით ენაც კი ებმებოდა, მაგრამ არ აქვს ამას მნიშვნელობა, მაგრამ ოფიციალური ან ოფიციალურად წოდებული განცხადება ამგვარი, რომ გასული წლის 4-5 დეკემბერს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას ქიმიური იარაღი არ გამოუყენებია მოქალაქეების მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. და გამოიყენა, არ აქვს მნიშვნელობა ახლა კონკრეტულ ესეთ ქიმიურ დასახელებას, სახელწოდებას. მარტივად თქვათ, CS-ის გაზი და რომელიც თავის მხრივ გახსნა გამხსნელსაც არ აქვს ახლა ესეთი პრინციპული მნიშვნელობა ამა და ამ გამხსნელში. რატომღაც საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება არ ლაპარაკობს იმაზე, რომ 6 დეკემბერს, ან 3 დეკემბერს მანამდე, ან 7 დეკემბერს, ან 8 დეკემბერს, ან ნოემბრის მიწურულს, 3, 4, 5 დღით ადრე, 6 დღით ადრე, ასევე გამოიყენა წყლის ჭავლი, ასე ვიტყვით თქვენის ნებართვით ამ წუთას, მოქალაქეების წინააღმდეგ. რატომღაც სწორედაც რომ 4-5 დეკემბერზე ამახვილებს ყურადღებას. კარგით. ჩავთვალოთ რომ მხოლოდ და მხოლოდ დაგვავიწყდა ვითომ და 4-5 დეკემბერს იყო გამოყენებული რაღაც ნივთიერება ჩვენს წინააღმდეგ. აი სხვა დღეებში ჩავთვალოთ რომ არ ყოფილა. ისინი აპელირებენ და ამბობენ შემდეგ რამეს, რომ ჩვენო ვიწვევთ ნებისმიერ საერთაშორისო ექსპერტს, ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომ ჩამოვიდნენ და გადაამოწმონ დოკუმენტაციაო. გადაამოწმონ ეს ფაქტიო, ჩვენ თუ ტყუით დადასტურდება საერთაშორისო გამოძიებითაც ჩვენ გახსნილები ვართ, ღია ვართ, მოვიდნენ და იკვლიონ თავადაცო, ჩვენ ნებისმიერ დოკუმენტაციას წარუდგენთო, აქედან გამომდინარე მაღალზე მაღალი ალბათობით. მამუკა მდინარაძის უწყებას კონკრეტულად შინაგან საქმეთა სამინისტროს ასევე კონკრეტულად და ზოგადად საქართველოს ხელისუფლებას უკვე განადგურებული აქვს მიღება ჩაბარების ფიზიკური აქტები, ანუ ფურცელზე დატანილი, მიღება ჩაბარების აქტები, ტექსტები, შესყიდვების თაობაზე, ნებისმიერ წელს, შესყიდვების თაობაზე დოკუმენტები, ელექტრონული თუ არსებობდა და ალბათ არსებობდა დოკუმენტები, მოკლედ ყველაფერი, რაც ამ საქმესთან არის დაკავშირებული და აქედან გამომდინარე არიან ესეთი თითქოს გულგაშლილები და თითქოს მოწადინებულნიც კი რომ საერთაშორისო გამოძიება ჩატარდეს. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ საერთაშორისო გამოძიება დაიწყება და ეს საერთაშორისო გამოძიება მაინც ამოჩხრეკს გარკვეულ სხვა ნივთიერებებს, რომლებიც მაღალი ალბათობით კი არა, ნაღდად გამოიყენა, მაინც ნაღდად გამოიყენა საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ, ესენი რას აპირებენ, მე გეტყვით. ესენი იტყვიან, რომ ეს საერთაშორისო ორგანიზაცია, ეს საერთაშორისო ექსპერტები, ეს საერთაშორისო მკვლევარები არიან Deep State-ის წარმომადგენლები, რომლებიც გადაეკიდნენ საქართველოს Deep State-ის კარდახით, ევროკავშირის, გლობალური ომის პარტიის კარდახით მოქმედებენ და მათი გამოძიება, რამდენადაც არ დაემთხვევა ბანდიტი მდინარაძის უწყების გამოძიებას, მათი გამოძიება არის არასწორი და შეგნებულად საქართველოსთვის საზიანოო, საქართველოსთვის ძირის გამომთხრელიო, ანუ ქართული ოცნებისთვის. საერთოდ მე მიმაჩნია, რომ ამ ხელისუფლების ყოფნის პირობებში არანაირ გამოძიებას, მათ შორის არც საერთაშორისო გამოძიებას აზრი არ აქვს. კვლავ ვიმეორებ, გადამალული აქვთ ამათ ინფორმაცია და განადგურებული აქვთ ფაქტები და საერთოდ რთული გამოსაძიებელი იქნება, ახლა თუ ვინმე რამე უნდა გააკეთოს ჩემი პერსონალური აზრით, იქნება და კონტაქტი დაამყარონ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და თუ რამ ფაქტი არსებობს, პერანგი, ფეხსაცმელი,
ტანსაცმელი, ქუდი და ასე შემდეგ, რაზეც კიდევ თეორიულად შერჩენილია ეს ქიმიური ნივთიერებები, საერთაშორისო ლაბორატორიებში ქვეყნის ფარგლებს გარეთ უნდა წაიღონ და მიიტანონ იმ ორგანიზაციებში, რომლებიც თავის მხრივ მიეხმარებიან და სხვა დასკვნას დაწერენ ყოველგვარი საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების თანამონაწილეობის გარეშე. ახლა ერთ დეტალზე გავამახვილებ თქვენის ნებართვით ყურადღებას. ისიც თქვენ რომ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ და კონკრეტულად სუსმა თქვა რომ ეს ყველაფერი სამხარაულის ეს ნივთიერებები სამხარაულის საექსპერტო ბიუროში წავიღეთ. და სამხარაულის საექსპერტო ბიურო თქვა ის რაც თქვაო. ანუ გამოყენებული იყო ეს გამხსნელი და ეს CS-ი მიუხედავად იმისა რომ კოდით 34-39 CS-ის გაზი არ უნდა ყოფილიყო შემოტანილი არანაირად. მაგრამ ერთ წამს დავუჯეროთ, რომ მათ მართლაც წაიღეს ამ რეპუტაცია ისედაც შელახულ სამხარაულის საექსპერტო ბიუროში ეს ნივთიერები მე ხელთ მაქვს შაქარი. დიახ, სამხარაულის ექსპერტიზაზე მათ წაიღეს, აი მეც რაღაც ქიმიურს და სხვა ვერ ჩავატარებ ახლა, მაგრამ მათ წაიღეს მართლაც შაქარი და ეს არის გამხსნელი ჩავთვალოთ და მიიღეს რაღაცა ნივთიერება. სამხარაულის ექსპერტიზა არ ტყუის. თუ მიაწოდეს მათ შაქარი, ბუნებრივია, რომ სამხარაულის საექსპერტო ბიურო იტყოდა, რომ ეს არის CS-ის გაზი. ნუ ჩვენ შემთხვევაში შაქარი. მაგრამ რეალურად მათ გამოყენებული ჰქონდათ ჩვენ შემთხვევაში მარილი, ანუ ქიმიური აკრძალული ნივთიერება იარაღი საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, რომელიც არც მიუწოდებიათ თავის გამხსნელთან ერთად, არ მიუწოდებიათ სამხარაულის საექსპერტო ბიუროსათვის. აქედან გამომდინარე, თუ მიაწოდეს შაქარი, ანუ CS-ის გაზი, ის ნივთიერება, რომელიც აიღეს მარტივად რომ ვილაპარაკოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მარაგებიდან, ვითომ და ეს გამოიყენეს მოქალაქეების წინააღმდეგ, სამხარაულის ექსპერტიზა მართლაც დადო უტყუარი, მოდი ასე ვიტყვი, ეჭვგარეშე მიუხედავად იმისა, რომ სამხარაულის ექსპერტიზა საექსპერტო ბიურო თავად რეპუტაცია შელახულია, უტყუარი დასკვნა, რომ ეს იყო მართლაც CS-ის გაზი, ნუ ჩვენ შემთხვევაში შაქარი თავის გამხსნელთან ერთად. და არა ქიმიური ნივთიერება, აკრძალული ქიმიური ნივთიერება, კოდით 34-39, UN 34-39, თავის გამხსნელთან ერთად, რომელიც მაღალი ალბათობით გამოიყენეს მოქალაქეების წინააღმდეგ. ეს არის მორიგი თვალთმაქცობა საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების მხრიდან, რომელმაც ვაღიაროთ მოცემულ ეტაპზე, მიუხედავად იმისა, რომ მოლოდინი გვქონდა, რომ გამოვიჭერდით მას და კუთხეში მიმწყდეულებს გამოსავალს არ დავუტოვებდით, მოცემულ ეტაპზე გარკვეულწილად მაინც მოახერხა თავდაღწევა ამ უაღრესად პატური მისთვის მძიმე მდგომარეობიდან. ისმის კითხვა, როგორ უნდა მოვახერხოთ ჩვენ, რომ ეს ხელისუფლება კვლავ მივიმწყდიოთ კუთხეში. როგორ და ამ თემის კვლავ აქტუალიზაციით და იმ რაღაც უხეშად 3 თემიდან თუ 5 თემიდან, რომელიც განსაკუთრებულად საინტერესოა ჩვენ სინამდვილეში, ერთ-ერთ თემად სწორედ ამ თემას აკითხვის დატოვებით. ანუ ჩვენ მუდმივად უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ საერთაშორისო გამოძიება არის აუცილებელი და საერთაშორისო გამოძიება უნდა ჩატარდეს ისე, რომ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება არ უნდა მონაწილეობდეს არანაირად ამ საერთაშორისო გამოძიების კონტექსტში, მარტივად რომ ვილაპარაკოთ, საქართველოს ხელისუფლებამ მხოლოდ და მხოლოდ უნდა გახსნას დოკუმენტაცია, ეს ერთი, და თუ დოკუმენტაცია განადგურებული აქვს და მაღალი ალბათობით განადგურებული აქვს, ჩვენ დამოუკიდებლად უნდა მივახციოთ საერთაშორისო საგამოძიებო თუ შესაბამის ორგანიზაციებამდე და მათ უნდა მივაწოდოთ როგორღაც ის ნივთმტკიცებები, რომლებიც დაადასტურებს, რომ ქიმიური ნივთიერებები, ქიმიური იარაღი გამოიყენა დე-ფაქტო ხელისუფლებამ ჩვენს წინააღმდეგ გასული წლის ნოემბერსა და დეკემბერში. ახლა ისმის კითხვა, რატომ გააკეთა ბიზი და ივანიშვილმა ეს ყველაფერი თქვენი აზრით?
პრინციპში რა თუნდა ამას თქვენი აზრი ან ჩემი აზრის ესე ღიად გამოხატვა ბიზნეს დაიმანიშნება ეს ყველაფერი გააკეთა იმიტომ რომ ის უმძიმეს მდგომარეობაში იყო სწორედ გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში ის არ ელოდა რომ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას 28 ნოემბერს ესეთი რეაქცია მოხვდებოდა მას ეგონა რომ ქართული საზოგადოების ნება გადატეხილი იყო იმავე წლის, ანუ გასული წლის 26 ოქტომბრიდან მერე 28 ნოემბრამდე, იმიტომ რომ პრინციპში 26 ოქტომბრიდან 28 ნოემბრამდე კი იყო აქციები გადაარა კონტექსტში არჩევნების კონტექსტში, მაგრამ ხურვალე და ხალხმრავალი აქციები ჩვენ სამწუხაროდ ვერ დავახვედრეთ de facto ხელისუფლებას გაყალბებული არჩევნების შემდეგ და კონტექსტში. ამიტომ ბიზნეს დაივანიშვილმა ჩათვალა, რომ დადგა დრო, როდესაც ღიად უნდა უთხრას მსოფლიო თანამეგობრობას ერთის მხრივ და ქართულ საზოგადოებას მეორე მხრივ, რომ საქართველოს არათუ აჩერებს, არამედ ასრულებს ევროინტეგრაციას და 28 ნოემბერი გააკეთა კიდეც ეს განცხადება ირაკლი კობახიძემ, თუმცა კვლავ ვიმეორებ ის ბიზნეს დაივანიშვილი, მისი ნაჩალნიკები მოსკოვში და მისი ქვემდებარე ირაკლი კობახიძე ამ რეაქციას არ ელოდნენ მით უმეტეს. არ ელოდნენ ისინი რეაქციას იმ გვარს რომელიც ერთი წელია გრძელდება მართალია მესმის რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ხალხის რაოდენობა რუსთაველზე და ცენტრალურ უბნებში შემცირდა საპროტესტო აქციები აღარ არის ისეთი ხალხმრავალი როგორც იყო სწორედ გასულ წელს ნოემბერ-დეკემბერში და მიმდინარე წლის იანვარში მაგრამ პროტესტი არცად გამქრალა და არც მინავლებულა მეთქი ამას თავად ვიტყვი ამის დასტურია ის რომ გარკვეულ დღეებში თუ არ ვცდები ახლა უკვე კვირაში ერთხელაც და გარკვეულ სიმბოლურ თარიღებზე, მაგალითად 28 ნოემბერს, სწორედ 28 ნოემბერს მრავალი და ბევრი ათასი მოქალაქე გამოვიდა ქუჩაში. ეს მისთვის ბიზნეს დაივანიშვილისთვის სერიოზული პრობლემაა. მას უნდა რომ რუსეთს დაანახოს, რომ მან ყველა პრობლემა აღმოფხვრა ჩვენს ქვეყანაში. ის უალტერნატივო ლიდერია და მას უალტერნატივოდ უნდა დაეყრდოს მოსკოვი. რამდენადაც ყველა შიდა პრობლემა რაც მას ჰქონდა, მათ შორის პროტესტის მონაწილეების კუთხით, ეს ყველა პრობლემა აღმოფხვრა დაასრულა და ასე შემდეგ. ამ კონტექსტში რას ახსენებელია და რუსეთი რას საკვირველია კიდევ უფრო მეტად აქტიურდება და ხანდახანზე ხშირად უკვე მისი წარმომადგენლების მხრიდან აგზავნის მესიჯებს იმასთან დაკავშირებით, რომ გარდაუვალია საქართველოსა და რუსეთის შეერთება, გარდაუვალია საქართველოსა და რუსეთის ჯერ დაახლოება და მერე ლამის მთლად ერთ სახელმწიფოდ გაერთიანება. ამასთან რუსეთი არჩევს ისეთ სპიკერებს საკუთარივე სივრციდან, რომელთა მიმართაც ჩვენ რასაკვირველი ერთის მხრივ გვაქვს სრული ანტაგონიზმი, მაგრამ მეორეს მხრივ საზოგადოების ერთ ნაწილს აქვს სტერეოტიპული შიში, რომ ესენი, ვინც ლაპარაკობს, არიან რა არაკულტურული, არააკადემიური წარმომადგენლები რუსეთის აკადემიური სივრცეების წარმომადგენლები სულაც არ არიან რა ბანდიტები, შესაბამისად ისინი გვემუქრებიან და რაღაცა გვემუქრებიან შეიძლება რაღაცა საფრთხეც კი შეგვიქმნიან. ამერიკის მიერ ნაყიდ და გამოზრდილ ადამიანთა მცირე პროცენტი თქვენთან მართავს მიტინგებს, ცდილობს ხელისუფლების დამხობას. ყველაზე მარტივი რამ ხომ არ მოსულა დრო, რომ ქართველი ხალხი უკან რუსეთს დაუბრუნდეს. ამას ამბობს ბანდიტური ჩეჩნეთის, დიახ, ბანდიტურია ჩეჩნეთი, უნდა ვაღიაროთ ეს, რამზან კადიროვის სპეცრაზმი ახმატის ხელმძღვანელი და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიტიკური საქმიანობის მთავარი სამმართველოს მეთაურის მოადგილე ალუდინოვი, მან ინტერვიუ მისცა პუტინისტი კაცი როა ესეთი ნიკოლოზ ბჟავანაძე. ალუდინოვის აზრით, თუ საქართველოს რუსეთის მხარეს არ დაადგება ქართული ოცნების ხელისუფლებას, რომელსაც თავად პროქართულს უწოდებს, დაამხობენ პროდასავლური ძალები და ქართველებს გააკეთებინებენ იმას, რაც კარგი იქნებოდა deep state-ისთვის. ხომ არ გეცნობათ ალუდინოვის მესიჯი ერთ-ერთი ხომ არ ემთხვევა ბანდიტი, ასე მაგალითად პაპუაშვილის ან ბანდიტი კობახიძის და ბანდიტთა შორის ბანდიტი ირაკლი კობახიძის ნაჩალნიკის ბიზნეს დაივანიშვილის მესიჯებს. დიახ, ემთხვევაო, ბევრი თქვენგანი იტყვის და ასეც არის, მაგრამ ამ შემთხვევაში ამაზეც არ ვამახვილებ ყურადღებას. რუსეთი გადმოდის ღია მუქარაზე
ღია შეთავაზებაზე და უკვე შემდგომ გადმოვა ბუქარაზე, რომ ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, შეიძლება ერთ სახელმწიფოში მთლად არა, მაგრამ სტრატეგიულ პარტნიორებად უნდა ვიქცეთ. თუმცა ალუდინოვი ერთგვარად მაინც ისევე როგორც სხვა სპიკერები, რომლებიც ამაზე ამახვილებენ ყურადღებას, ბანდიტები უმრავლეს შემთხვევაში რასაკვირველია, ანუ რუსეთის სივრცის ბანდიტები, ერთგვარად არ მათი პოზიცია ერთგვარად არ ეთანადება ოფიციალური მოსკოვის პოზიციას, რომელიც მაინც ღიად ყოველ შემთხვევაში საგარეო საქმეთა სამინისტროს პირით გამოხატავს უკმაყოფილებას ოფიციალური თბილისის, ოფიციალურად წოდებული თბილისის პოლიტიკის მიმართ საქართველოში არსებული კონფლიქტების დარეგულირების კონტექსტში. კერძოდ, ისიც თქვენ, რომ საგარეო საქმეთა უწყება რუსეთის, ანუ ლავროვის უწყება, პრაქტიკულად ღიად ითხოვს საქართველოსგან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებას, თავდაპირველად ცეცხლის განუახლებლობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერას, თავდაუსხმელობის პაქტზე, ეგრეთ წოდებულზე, უკვე შემდგომ არა კონფედერაციას, არა მოლაპარაკებებს, არა ფედერაციაზე მსჯელობას, არა სახალხო დიპლომატიის გააქტიურებას, არა ასე შემდეგ, არამედ პირდაპირ აღიარებას საქართველოს მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობისა. ისმის კითხვა, წავა თუ არა ბიძინა ივანიშვილი ამაზე და მე გეტყვით, რომ ერთი ვერსიით ბიძინა ივანიშვილმა შეიძლება ეს გარიცხოს კიდეც ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ აქ სრულ დიქტატურას დაამყარებს და საერთოდ ჩაახშობს, მოსპობს საპროტესტო ხმას. იმისთვის, რომ საპროტესტო ხმა მოსპოს, ის იგონებს ტყუილებს და ყველა კონკრეტულ კრიზისს, როცა ექმნება ეს კრიზისები, კრიზისის გადაგორებას ცდილობს. ასე ერთგვარად გადააგორა მან ეს ციანიდის მეორე კრიზისი, უფრო ზუსტი რომ იყო, ქიმიური იარაღის გამოყენების გამოშექმნილი კრიზისი. საზოგადოების ერთ ნაწილს შესაძლოა დააჯერა კიდეც, რომ რაღაცა სამხარაულის ექსპერტიზამ ჩაატარა რაღაც ქიმიური კვლევა წარდგენილ ნივთიერებასთან დაკავშირებით წარდგენილ ნივთიერებაზე, რომელიც წარუდგინა ბანდიტმა გელაძემ ან ბანდიტმა მდიდარაძემ. ამით ბიძინა ივანიშვილმა თითქოს გითხრა კი არა, ეცადა ბიძინა ივანიშვილი, რომ გადაეგონებინა ეს კრიზისი. ჩვენ მუდმივად უნდა გავააქტიუროთ ეს თემები და საერთოდ ყველა არსებულ თემაში, რომელშიც კი გამოვიჭერთ ხოლმე დე-ფაქტო ხელისუფლებას, მაქსიმალურად უნდა მივაჭიკარტოთ ეს დე-ფაქტო ხელისუფლება, რომ მას რომელიღაც ეტაპზე გამოსავალი უბრალოდ არ ჰქონდეს. ამ თემაზეც არა აქვს მას, ამ თემაშიც არა აქვს მას გამოსავალი, თუმცა აქტუალიზაცია ამ თემისა რასაკვირველია დამატებით კიდევ უნდა მოხდეს, რასაკვირველია პირველ ყოვლისა პროფესიონალების მიერ თუ მხრიდან. ნახვამდის.